ბოლოს ბატონ ბიძნაევანიშვილის მედიასთან შეხვედრასთან დაკავშირებით კითხავთ, როგორი არის თქვენი შეფასება, ეგ საკმაოდ საინტერესო განცხადებები გაკეთა, საზოგადოებაში გამოიწვია ორაზროვანი რეაქციები. პირველ კითხვა იქნება ეს. მინდა თქვა, რომ შეხვედრა საკმაოდ ვრცელი იყო, ბევრ საკითხზე იყო საუბარი, სხვადასხვა საკითხზე, სხვადასხვა შეხედულება შეიძლება გქონდეს ადამიანს, ამიტომ დააზუსტეთ თქვენ რომელ საკითხთან გაინტერესებთ. თუნდაც კრიმინალურ სიტუაციასთან დაკავშირებით, როდესაც განაცხადა, რომ გამოვა ბევრი არასასიამოვნო პირი ციხეებიდან, საყოფილებიდან და გაიზრდება კრიმინოგენული სიტუაცია და ეს უნდა მოვითმინოთ საზოგადოებამ. ისიც რა, მე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს პატიმართა ამინისტიასთან დაკავშირებით ჭიქაში ატეხოს ქარიშხალი. და ეს შეკითხვაც და პასუხიც პრემიერ-მინისტრთანაც და ჩემთანაც არის სწორედ ამის გამოძახილი. ერთნიშნულოვნად მინდა გითხრათ, 2009 წელს მე ვიყავი ინიციატორი ამინისტიის პროექტის და ლობისტი. განთავისუფლდა ჯამში შეწყალების უდოს ამოქმედებით ამინისტიით 3000-ზე მეტი პატიმარი. და მხოლოდ 7-მა ჩაიდინა მათ შორის განმეორებითი დანაშაული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგევართ, სწორია პატიმართა ამინისტირება, იმიტომ რომ უმრავლესობა პატიმრების უკანონო და უსამართლოდ იხდიან სასჯელებს. მათი ნაწილი აქვს დანაშაული ჩადენილი, მაგრამ არაადეკვატურად მძიმედ სასჯელი აქვს მისჯილი, ამიტომ ქართული დასი და პირადად მე მხარს ვუჭერთ პატიმართა ამინისტიის ამ პროექტს და მიგვაჩნია, რომ შესაძლებელი არის უფრო გაბედული ამინისტიის პროექტის წარმოქმნას, ანუ უფრო გაზრდა მუხლების. მაგალითად, 260-ის პირველი და მეორე ნაწილი, რომელიც წარმოქმნილი პროექტის მიხედვით მხოლოდ განახევრებას ექვემდებარება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჯგუფი შეიძლება მთლიანად იქნეს გათავისუფლებული. ხოლო 260-ის მესამე ნაწილი შეიძლება იქნეს განახევრებული და სამთავეს ნაწილი მიუხედავად იმისა პირველ სასჯელს იხდის, მეორეს თუ მესამეს ამუხლით, იმიტომ რომ ჯერტი 260-ით ძალიან ბევრი ადამიანი ზის სრულად უდანაშაულო. პოლიტიკური ნიშნით, არამე სხვა ნიშნით, იმიტომ რომ ადამიანებს, რომელსაც რაღაცა სასჯელს ვერ უმტკიცებდნენ, რაღაც დანაშაულს ვერ უმტკიცებდნენ, ან პოლიტიკური ნიშნის შურიზეობის სურვილი ჰქონდათ, მათ უბრალოდ ნარკოტიკებს უდებდნენ. ეს ყველამ ვიცით. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი განთავისუფლდება ისეთიც, რომელსაც ეს დანაშაული ნამდვილად აქვს ჩადენილი. მაგრამ ჩვენ თუ ევროპისკენ მივდივარ და ყველაზე მეტ ხმაურს ამასთან დაკავშირებით ფსევდოხმაურს სწორედ ნაცმოძრაობა ეხავს ევროპისკენ ზერასთან დაკავშირებით. ასე შემთხვევაში ევროპა ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს მიიჩნევს ავადმყოფებად. ნარკოდამოკიდებულება მიიჩნევა დაავადყოფებად და არა დანაშაულად. თუ კი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ რამე სხვა დანაშაული ადამიანმა არ ჩაიდირა. ასევე სხვა მუხლებთან დაკავშირებითაც, ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ არანაირი დაძაბულობა კრიმინოგენური სიტუაციის არ იქნება და მეორეც მაშინ რასაკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩვენ ახლა იმის შიშით, რომ ვინმე დანაშაულია უნდა ჩაიდინოს, მაშინ ახალგაზრდა კაცი ქუჩაში უნდა გაუშვათ, იმიტომ რომ პოტენციურად შეიძლება ახლა ყველა სხვა ადამიანები ხო არის, რომელიც პირველად იხდიან სასჯელს. წარსულში ის ხო არ იყო ნასამართლები, რომელსაც პირველად რაღაცა დააშავა, ხო? ესე იგი, ასე თეორიულად ჩვენ თუ იმაზე ვილაპარაკებთ, რომ განთავისუფლდება ის აუცილებლად დანაშაულს ჩაიდინეს, რომ მოიხდის სასჯელს. ახო ამოწურავს თავის სასჯელის ვადას დაუშვათ, მის ჟილებს 5 წელი და ვამბობთ, რომ არ დაუშვათ ამინისტია. 5 წელი რო გავა, მერეც არ გამოუშვათ? ანუ თქვენ არ თვლით, რომ მე მხარს ვუჭერ ამინისტიის არანაირ გამწვევებას არ გამოიწვევს. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ისტერიკა. ნაცმოძრაობის თვითონ არის დამნაშავე არაადეკვატურად დიდი რაოდენობისა პატიმრების. პატიმართა გათავისუფლება ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, ხოლო კრიმინალთან ბრძოლა უნდა იყოს დაუნდობელი იქნება კიდეც. მოვლენასთან და რა ადამიანთან დამნაშავე შეიძლება რაღაცა კანონის და გადაცდომა ნებისმიერმა ადამიანმა ჩაიდინოს. მათ შორის სხვათა შორის მინდა დავამატო, რომ ძალიან ბევრი არის შემთხვევითი დანაშაულობანი, მაგალითად ავტოავარიები, ასევე გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულობები. ეს ადამიანები დიდი ხანი იხდიან სასჯელებს და მათი დამატება არის საჭირო. ეკონომიკური დანაშაულობები თქვათ, განსახადების გაუდაუხდელობის მე მიმაჩნევს, საერთოდ ამის დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს და უნდა გამკაცდეს ამემართულებლად უბრალოდ ადმინისტრირება, იმიტომ რომ ადამიანს რაღაცა შეეშალა, იმის გამო არ შეიძლება წლების განმავლობაში ბიზნესმენები იხდიდნენ სასჯელს და ადამიანები რჩებოდნენ დაუსაქმებელი.
ბატონო, კიდევ ერთ მის განცხადებას შევხვევი, როდესაც გააკეთა განცხადება, რომ ნაციონალებს თუ ენდომებად გააგრძელებენ ამავე რიტორიკით საუბარს და ქმედებას, მზად არის მივანიშვილმა თავად დანიშნოს არჩევნები ნებისმიერ დროს, თავიდან თავად დაფაროს ფინანსური მხარე ამ არჩევნების. იმ ფონზე, როდესაც თვითონ უკვე ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ბევრი დაპირების შესრულება უბრალოდ შეუძლებელი არის, რამდენიმე წევრმა ლიდერმა უკვე ეს განცხადება ოფიციალურად გააკეთა, ხომ მართლთ, რომ თუნდაც რომ დაინიშნოს მართლაც არჩევნები, მათი რეიტინგი თქვათ აღარ იქნება ისეთივე მაღალი, როგორიც იყო. მოდი, რამდენიმე შეკითხვა ყველა ძალიან საინტერესო მინდა თქვა. ერთი მინდა გითხრა, ნაციონალები დიდხანს ამ რიტორიკას ვერ გააგრძელებენ. იმიტომ რომ უახლოეს, უმოკლეს ვადებში მათი ძირითადი შემადგენლობა, რომელიც პირდაპირ კრიმინალურ დანაშაულში არიან ხილებული, იქნებიან დაპატიმრებული. ძალიან მალე ველოდები მე სისხლის სამართლის საქმის აღზრდას პრეზიდენტის წინააღმდეგ, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მაქვს ინფორმაცია და რომ მალე პროკურატურა უნდა დაინტერესდეს გიგი უგულავას საქმიანობით. მე პირადად უახლოეს ხანებში პროკურატურას უნდა გადავაწოდო მასალები იუსტიციის მინისტრის ადეიშვილის, ასევე ერთი შესაძლოა ორი პარლამენტის წევრის უმცირესობიდან ყველაზე მეც რო ყვირიან შესახებ როგორ გამოსძალეს მათ ბიზნესმენს ფული, ბიზნესი და ასე შემდეგ. ძალიან დიდი რაოდენობის და საკმარისი მტკიცებულებებით. ეხლა დაკონკრეტებაზე არ მივდივარ, იმიტომ რომ ჯერ ეს მე სიტყვიერად მოვისმინე, ეხლა მე უნდა მომიტანო დოკუმენტები, მასალები, რომელიც იქნება მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ზურაბ ადეიშვილი, შესაძლოა მთავარი პროკურორის, შესაძლოა საყვარელიძეს, რომელიც პროკურორის მოადგილე იყო, შესაძლოა, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვი და რამდენიმე პარლამენტის წევრი შესაძლოა მონაწილეობდეს დიდი ოდენობით, ძალიან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში, ბიზნესის წართმევებში და ასე შემდეგ. ასეთი დანაშაულობების შესახებ ჩვენ ინფორმაცია ყველას გვაქვს, მაგრამ ერთია ინფორმაცია, ჩვენ რო ვიცით რომ ამას ესენი აკეთებდნენ და იყვნენ გამომძალველები და შანტაჟისტები, მაგრამ სხვა რამე არის მტკიცებულებები. ეხლა მეორე საკითხი რო შეეხება არჩევნებს. არჩევნები რო ხელახლა ჩატარდეს, ნაციონალური მოძრაობა ბარიერს ვერ გადალახავს. კრიმინალთა ჯგუფი, რომელსაც ამდენი დანაშაული ჩაიდინა და ის კადრები, რაც ჩვენ ვიხილეთ არჩევნების წინ გაყალბების და მთელი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე ბარიერს ვეღარ გადალახავს. ეს მინდა იცოდეთ თქვენ ყველა. თქვენ ახსენეთ, რომ უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენელია ეჭვმიტანილი, თქვენ ვის გულისხმობთ? ეჭვმიტანილი ისინი იქნებიან მაშინ, რაც პროკურატურა აღზრავს საქმეს. მე მაქვს ინფორმაცია, მე ეჭვები არ მაქვს. მე ინფორმაცია მაქვს, თანამდებობით ვიცი რომ მონაწილეობდნენ, მაგრამ ჭირდება მტკიცებულებები, რომ დავიწყო მათი დასახელება. არა, ეხლა არ მინდა დავასახელო, იმიტომ რომ ჯერ მინდა რომ მქონდეს მტკიცებულებები და მე ამას თქვენ სპეციალურ ბრიფინგზე მოისმენთ ამის შესახებ ინფორმაციას. მაგრამ ყველაზე ხმამაღლა რო ყვირიან ისინია, ყველაზე ხმამაღლა რო ყვირიან და მაღალი თანამდებობების რო ეკავათ, წინა პარლამენტში ისინი არიან ზუსტად. ადეიშვილი წასულია და ამიტომ ვამბობ. ადეიშვილი ადეიშვილი ფიგურირებს. უბრალოდ გარდაუვალი ახლა რამდენად იქნება მტკიცებულებები ამ პირთა მონაწილეობის შესახებ, ეს არ ვიცი. ადეიშვილი რომ მონაწილეობს, ადეიშვილი იქ არის ცენტრალური ფიგურა ამ საქმეში, რომელსაც მე ვლაპარაკობდი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი ინფორმაციით ადეიშვილი არის ცენტრალური ფიგურა იმ ეპიზოდში, სადაც საკითხი ეხება ბიზნესმენისგან დიდი ოდენობით, ძალიან დიდი ოდენობით ფულის გამოძალვას. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით, სხვას გარდა ამისა, რაც ახლა გითხარით და საქართველოელი ბიზნესმენები. თქვენი პოლიტიკური მომავლის გეგმები რომ გითხრათ, თქვენ პარლამენტში ყოველთვის აქტიურობდით კანონპროექტებთან, ინიციატივებთან დაკავშირებით. თუ გაქვთ ახლა ინიციატივები, რომელსაც თქვათ სთავაზობთ ქართულ ოცნებას, ან თუ თანამშრომლობთ? მადლობელი ვარ, კარგი შეკითხვა არის. ჩვენი პოლიტიკური აქტივობა ძირითადად უახლოეს პერიოდში განვითარდება ორი მიმართულებით. ერთი იმით, რომ ბოლომდე მივიდეს დაწყებული საქმე, რომელიც გულისხმობს ან კრიმინალური ბანდისაგან ქვეყნის გათავისუფლებას და სააკაშვილი პრეზიდენტობას და ყველა დანარჩენი დამნაშავე პირი, ყველა თანამდებობას, პარლამენტის წევრები, პარლამენტის წევრობას უნდა იქნენ ჩამოშორებული და უნდა იქნენ გასამართლებულები. ეს არ არის შურისძიება, ეს არ არის არც პოლიტიკური და სხვა რამე, ეს არის სამართლიანობის განცდა. სახელმწიფოში უნდა აღდგეს და ყველა თავმოყვარე სახელმწიფო და თავმოყვარე საზოგადოება პასუხს აგებიებს დამნაშავეს დანაშაულისთვის. მას შემდგომ რაც იქნებია გასამართლებული, მე ისიც რომ ყოველთვის ვარ პატიმრების მხარეს, მიუხედავად მათი დანაშაულებებისა და შემდგომში ვიქნები მომხრე რომ მართსაჯულება იქნეს
გამომბიერი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რა თქმა უნდა სინამდვილეს გამოთქვამენ თავის მათ მიერ ჩადენებული დანაშაულის გამო. მეორე მიმართულება ეს ძალიან კარგია თქვენ რაც გიკითხეთ, ეს არის თემატური მიმართულება. ჩვენი პრიორიტეტები რჩება კვლავ პატიმართა და ადამიანის უფლებები, რომელიც უხეშად არის ფეხებში გათელილი და ქართული დასი ამ მიმართულებით აშკარად გამოკვეთილად აქტიურობდა და იაქტიურებს კიდეც. შემდგომ ეს არის პენსიების საკითხი, სოციალურად დაუცველთა საკითხი, ჯანდაცვის საკითხი, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, რაც მოუწესრიგებელია, ჩვენ არა ვართ კმაყოფილი იმ გეგმით, რა პროგნოზის კეთება ახალი ბიუჯეტით და გვინდა ვთქვათ, რომ ერთნიშნულოვნად შესაძლებელი არის დღევანდელი მდგომარეობით პენსია გაუთანაბრდეს საარსებო მინიმუმს და ეს ჩვენ მიგვაჩნია პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხად, იგივე ჯანდაცვასთან დაკავშირებით საყოველთაო დაზღვევის და სხვა საკითხები, ტარიფებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ერთმნიშვნელოვნად, რომ შესაძლებელია ბატონებო განახევრება ტარიფების, გაზის, ელექტროენერგიის და წყლისას. ერთადერთი, რომელიც მათ შეიძლება სუბსიდირება მოითხოვოს, ეს არის წყლის ტარიფი განახევრების შემთხვევაში. მაგრამ ჯამში შეიძლება ამან მოითხოვოს 7-დან 9 მილიონამდე სუბსიდირება. მე ვფიქრობ, რომ 7-დან 9 მილიონამდე სუბსიდია შესაძლებელი იქნებოდა ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან იმის ხათრით, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, პენსიონერებს და ეს არის ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი ნაწილი, დაახლოებით 65% ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ცოტა დაბალი გადასახადები ჰქონდეს. რაც შეეხება გაზის ტარიფს, გაზის ტარიფი შეიძლება დარეგულირდეს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გზით. მე მივესალმები პირველივე განცხადებას პრემიერ-მინისტრის, როცა მან ეს იყო ჟესტი, როცა მან დანიშნა ძალიან გამოცდილი დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, მაგრამ ამით არ უნდა ველოდეთ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს. იქ მთელი რიგი საკითხების, მთელი სპექტრი საკითხებისა, რომელსაც რუსეთი და დანარჩენი მსოფლიო, სხვადასხვა ევროპა, ნატო ელოდება საქართველოსგან. ჩვენ არ უნდა გქონდეს კომპლექსები, რომ მე ხვალ ისტერიკას ატეხავთ გაბაშვილი, ციკლაური და ასეთი ადამიანები, რომლებიც წარსულიდან გამოძახილები არიან. ეს არის ჩვენი ქვეყნის ცუდი წარსული უბრალოდ. ის, რასაც ისინი ამბობენ და რასაც ისინი გაყვირიან. ჩვენ უნდა გადავდგეთ თამამი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის რეგულირების, არა ენის მოსლექვის გზაზე. მე მისვნობთ ალბათ და არასოდეს ჩემგან არ მოისმენთ იმას, რომ ვინმეს როდესმე ენა მოუჩლიქოთ. მე მზად ვარ თავგანწირვაზე წავიდე, ოღონდ თავის დახრა და ეს მოკლეჩაკ მე და ჩემს ერთს მით უმეტეს არ მოგვიწევს, მაგრამ ურთიერთობების ნორმალიზება, მაგალითად, როგორც არის საკითხი ჩერქეზთა გენოციდის ცნობის, რაც იყო პირდაპირ სრულიად მარგინალური ნაბიჯი. მთელი მსოფლიოს თვალში მოხდა ქვეყნის მარგინალიზაცია. თვით ჩერქეზთა დიასპორების კი თქვენ გახსოვთ, პიკში მე ვიყავი პირდაპირ გადაცემაში, გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ზოგი ეს ნაადრევია და თვითონ არ იყვნენ მზად ამ ნაბიჯების გადასარქმელად და ზოგი ამბობდა, რომ რადოს 200 წლის წინადელი გენოციდია, ზოგი ჩვენ დღეს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება გვჭირდება. არის მთელი სპექტრი საკითხებისა, რომელიც უნდა იქნეს გადაწყვეტილი და ერთი რამე გვახსოვდეს, როგორც ჩვენ ვართ ამოყვარე ერი და სახელმწიფოებრივი თამოყვარეობა გვაქვს, ისე გააჩნიათ რუსებსაც და ამ მართლაც ღირსეულ ხალხს, როგორც ღირსეულ ერს, თავისი თამოყვარეობა. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ და ეს საკითხები უნდა გავითვალისწინოთ. უნდა იქნეს კიდევ სხვა დამატებითი ნაბიჯები გადადგმული, რაც მე მინდა გითხრათ, რომ თავისუფლად შეიძლება რომ გაზის შემოტანილი იქნეს დაახლოებით $150. დღეს $460 შემოაქვს მიხეილ სააკაშვილის გაზი. თქვენ ამბობთ, რომ ტარიფების განახევრება შესაძლებელია, თუმცა ელექტროენერგიაზეც მინდა დავასრულებ. ქართული ოცნება ამბობს, რომ ეს ამ ეტაპზე არ მოხერხდება. ხო არ გეგმავთ რაიმე კონსულტაციები გამართვა? აი ახლა მინდა სწორედ თქვენი საშუალებით გამოვხატო ეს აზრი და რა თქმა უნდა შემდგომში შევთავაზებ გარდა გაზის და წყლის ტარიფის, რომელზეც მე ვისაუბრე, ელექტროენერგიის ტარიფი. ერთი მინდა ვთქვა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი ხელოვნურად არის გაზრდილი. მეორე ხრი როცა რაოესი ახლა არის მემკვიდრე AES-ის და AES-ი არის მემკვიდრე თელასის, ხო გახსოვთ? და სამართალ მემკვიდრეები და თქმა უნდა სამართალ მემკვიდრეები პასუხს აგებენ ფინანსურად წარსულზეც, არა? როცა თელასი გაიყიდა, თელასის საბალანსო ღირებულება, ქართული თელასი, AES თელას როცა მიიყიდა, საბალანსო ღირებულება იყო 400 მილიონზე მეტი. და გაიყიდა 25 მილიონი. აქედან 3 მილიონი წაიღო როგორც შუამავალმა კომპანიამ მერილინჩი იყო ესეთი თუ არ ვწდები ამ ბრიტანული ან ამერიკული კომპანია შუამავალი, საიდანაც 1 მილიონი ჩემი ინფორმაციით, მაშინდელი ინფორმაციით წაიღო სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამ შუამავლობისთვის, რადგან ისინი ამას ალაგებდნენ. მაშინ იყო კომპანია
სააკაშვილი, რიჟინაშვილი და ოქრუაშვილი. ეს იყო კონსტანტინე რიჟინაშვილი იყო თუ არ ვცდები. იურიდიული კომპანია, რომელიც მონაწილეობდა ამ ასე იგი გარიგებაში. მე არ ვიცი ახლა რიჟინაშვილმა და ოქრუაშვილმა რამე თუ აიღო, მაგრამ სააკაშვილზე ეს ინფორმაცია მაშინ იყო. მინდა გითხრა და მაშინ ჩვენ ამასთან დაკავშირებით პირადად მე მქონდა სააკაშვილთა და მის ასე იგი გუნდთან მაშინ დაპირისპირება. რა მოყვა ამას? გარდა იმისა, რომ ეს 3 მილიონს აღარ ვილაპარაკო, წარსულია, ამას ან დაუნტკიცებთ ან არა. მაგრამ 400 მილიონიანი საბალანსო ღირებულების თელასი 25 მილიონად ხო გაიყიდა. თელას ჰქონდა აქტივები და პასივები. ანუ თელასის ვალი ჰქონდა მოსახლეობას, ეს იყო 800 მილიონამდე ვალი, ანუ თბილისელების ვალი, ანუ აქტივი თელასის 800 მილიონი და ჰქონდა პასივი ეგრეთ მაშინდელი საქენერგოსი. ანუ როგორ წარმოიშვეს აქტივები და პასივები? საქენერგომ, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციამ შემოიტანა საზღვარგარეთთან ელექტროენერგია, მიაწოდა თელას. თელასმა მიაწოდა მოსახლეობას. თელასმა ვერ განახორციელა ამოღება თბილისელებისგან, წარმოიშვა მისი თბილისელების დავალიანება თელასის მიმართ, ხოლო თელასმა ვერ გადაუხადა საქენერგოს და წარმოიშვა თელასის დავალიანება საქენერგოს მიმართ. აი თელასი რომ იყიდეს სკოულს, გარდა ამ მისი ძვირი საბალანსო ღირებულებისა, ჩამოაჭრეს მისი პასივი, ანუ თელასის დავალიანება საქენერგოს, ანუ სახელმწიფოს მიმართ იქნა ჩამოჭრილი, ეს 400 მილიონი, ეს 600 მილიონი, ხოლო თელასის აქტივი მოსახლეობის მიმართ დაუტოვეს. და თელასი წარმატებით ანხორციელებს მოსახლეობისგან, ანუ თბილისელებისგან ამ აქტივების ამოღებას. ეს ყველაფერი მოხდა სახელმწიფოს ხარჯზე. მინდა გითხრას, რომ ჩვენ ეს თემები უნდა გავიხსენოთ. ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის თემები, რომ მე შეწონილ ტარიფში ელექტროენერგიის მე გაგიკვირდებათ საიდან ვიცი ამდენი, მაგრამ მაშინ ვიყავი საკრებულოს წევრი და ძალიან აქტიურად მუშაობდი ამ საკითხთან დაკავშირებით. შემიძლია ეს მასალები დოკუმენტებს ხოთაშორის შენახულია დიდი რაოდენობა და დავიწყო ამის ამოქეკვა. ამიტომ ჩვენ ამ დოკუმენტებით უნდა დავждდეთ თელასის ხელმძღვანელობასთან და უნდა დავიწყოთ საუბარი. სრულიად უკანონო არის ახლა ის ამოღებები, რასაც თელასი მოსახლეობისგან ძველი ფიქსირე დავალიანებების ამოღებას ანხორციელებს. ასე რომ ეს თემაა და კიდევ ერთი საკითხი მინდა ვისარგებლო ახლა შემთხვევით. ჩვენ გვაქვს უნიკალური პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია მოსახლეობამ მთლიანად გავათავისუფლოთ საბანკო დავალიანებებისაგან. ისე რომ სახელმწიფოს ეს ერთი თეთრი არ დაუჯდება. და დღეს არის უმძიმესი მდგომარეობა. მე მესმის, რომ არის დიდი იმედები საზოგადოებაში და სწორი ეს იმედები კარგია და მეც მაქვს ეს იმედები, რომ ქვეყანას განვითარება აქვს წინ, მაგრამ ხალხი იხშობა დღეს, ეხლა, ბანკები აღრჩობენ დღეს ეხლა. ამიტომ ამ პროექტის განხორციელება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი თვალსაზრისით, ერთი მხრივ მოსახლეობას გავათავისუფლებით მძიმე დავალიანებებისაგან და სახკარი გადარჩებოდა გაყიდვას და ასე შემდეგ. მეორე მხრივ საბანკო სექტორისთვის ეს იქნებოდა დამატებით ინექცია, რაც მათ საშუალებას მისცემდა, რომ გააიაფონ საბანკო პროდუქტი და საბანკო პროდუქტი დავიდეს დაახლოებით 5-6%, ანუ დაახლოებით ინფლაციის ზღვარზე მოქმედებდეს. ეს მისცემს ბანკებს საშუალებას დანარჩენი ჩვენს მიერ, სახელმწიფოს მიერ გამოუწყიდავი კრედიტების პორტირების და ასე იგი რომ ანუ პროცენტების დაწევის, რაც ჩვეულებრივად ავტომატურად გამოიწვევს ეკონომიკურ აქტივობას. ანუ ეკონომიკური დეპრესიის დაძლევას, ანუ ეკონომიკური კრიზისის რასაც ეძახიან, იმ პროცესიდან საქვეყნეს გამოყვანას. დიახ, ჩვენ გეგმავთ თანამშრომლობას ამ თემებზე, ამ წუთას ასეთი სახის კონსულტაციები არ არის. ჩვენ არის უახლოეს მომავალში მე მინდა ამ სამ პროექტთან დაკავშირებით შევთავაზოთ თანამშრომლობა. ეს არის ტარიფებთან დაკავშირებული თანამშრომლობა. ტარიფები აუცილებლად უნდა განახილდეს. და ჩვენ თუ კარგად მარიფათიანად ვიმოქმედებთ, შეგვიძლია საახალწლო საჩუქარი გავუკეთოთ მინიმუმ ახალწლამდე მოვასწროთ და პენსიონერებს სოციალურად დაუცველებს ეს საჩუქარი გავუკეთოთ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ თუ იქნება კეთილი გული და ქადაური ხელით იჭმება, ხო თუ იქნება კარგი მონდომება, მაშინ ჩვენ შევძლებ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობისთვის, ანუ ჩვენი ბიზნესისთვისაც კი, რაც გააიაფეს სხვადასხვა ფასებს, გავანახევროთ ტარიფები და მეორე მხრივ საბანკო დავალიანებებზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართული დაცვის და ქართული ოცნების თანამშრომლობა. მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრისთვის ის პროექტი, რასაც ჩვენ შევთავაზებ, იქნება უნიკალური. ეს არის ძალიან ნიჭიერი კაცი, მას პოლიტიკის ნიჭის აღმოაჩნდა, თუმცა ყველა ვიცით, რომ ნიჭიერი არის ბიზნესში და ის, რასაც მე მათ ვთავაზობ, მინდა ვთქვა, რომ არის
ძალიან კრეატიული პროექტი და პრაქტიკულად უდანახარჯო და უდანაკარგო პროექტი. ბატონ ჯონდი, გავრცელდა ინფორმაცია. დიახ. გულისხმობ იმას, რომ ჩვენ და ეხლა განსაკუთრებით მთავრობას არ უნდა ეშინოდეს წარსულიდან პოლიტიკური საფლავიდან ამოძახილების და უნდა გადაედგას კეთილმეზობლური ნაბიჯები, უფრო აქტიურები, ხმამაღლა დეკლარირებულთაც და სამუშაო კაბინეტური მუშაობითაც. ის სწორი ნაბიჯი, რაც პირველივე ესე იგი მთავრობაში მოსვლის შემდგომ გადაიდგა, რომ დაინიშნა ბატონი ზურაბაბაშიძე მართლაც ძალიან ღირსეული, კვალიფიციური და გამოცდილი დიპლომატი, საკმარისი არ არის. არის საჭირო დაჯდომა, როგორ საჭირო არის რუსებთან დაჯდომა და აი ამ თემის დათვალიერება, მოდი ესე ვთქვათ რა სურს რუსეთს საქართველოსაგან. იქიდან მთელი სპექტრი საკითხების იქნება, რომელიც ჩვენთვის იქნება მიუღებელი და ამაზე ვერ გავაგზავნებთ ურთიერთობას, მაგრამ იქნება გარწმუნდეთ მთელი სპექტრი საკითხებისა, რომელიც იქნება მისაღები. ანუ ჩვენ უნდა მოვძებნოთ კამენპრიკრამენია რუსებმაც, ანუ თანა გადაკვეთის საერთო ინტერესები უნდა მოიძებნოს და უნდა დაიწყოს ამ მიმართულებებით მუშაობა, რომ იქ ეს დარბილებული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის პირველ ეტაპზე, რაც უნდა აუცილებლად სწრაფად უნდა მოყვეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ჩემისათვის საელჩოები უნდა გაიხსნას და რა თქმა უნდა თავარი ეპიცენტრი, თავარი ღერძი მოლაპარაკებების უნდა იყოს ქვეყნის დეოკუპაცია, ანუ დაბრუნება 2008 წლის აგვისტომდელი სტატუსებისაკენ. არა მარტო დისლოკაციის სამხედრო ნაწილების, პირველ რიგში დისლოკაციის სამხედრო ნაწილების, მაგრამ შემდგომში უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რომ რუსეთთან დარეგულირდეს ის მე ვიტყოდი აბსოლუტურად ჩიხური მდგომარეობა, რაშიც სხვათა შორის მინდა თქვა, რომ რუსეთმა თვითონ ჩაიგდო რატომღაც თავი, მას შემდგომ რაც აღიარა, ესე იგი აფხაზეთის და სამაჩაბლოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა. ჯონდი, გავრცელდა ინფორმაცია იგორ გიორგაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რა კომენტარს გააკეთებდით, გამომდინარე იქიდან, რომ ის პოლიტპატიმართაციაში ვერ მოხვდა გარკვეული მიზეზების გამო. არა მაქვს არანაირი ინფორმაცია იგორ გიორგაძის არც დაბრუნებასთან დაკავშირებით და არც მის რაღაცა ბექგრაუნდთან დაკავშირებით, ამიტომ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე არ მაქვს ინფორმაცია. მიკროფონით ხო არ აიღებთ? რო ისმოდეს მე მეორე არხი უშვებს და ანუ ახალი მთავრობა ამბობს, რომ მანამ სანამ ტერიტორიები არის ოკუპირებული, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ მოხდება. რიგ საკითხებზე შესაძლოა მსჯელობა, იგივე ეკონომიკურ სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობები იგივე საელჩოს თემაც არ განიხილება. რას ეტყოდით ამ შემთხვევაში, თქვენ ამბობთ, რომ საჭიროა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. რა კუთხით შეიძლება, როგორ წარმოგიდგენიათ ამ საკითხის დარეგულირება ორ ქვეყანას შორის? ეს უნდა მოხდეს სინქრონულად. ვინმესთან ხო უნდა დააჯდეს და ხო უნდა დაიწყოს ლაპარაკი. ანუ ხო უნდა გაკეთდეს ერთგვარი ინფორმაციული ბაზა, რა უნდათ რუსებს და რა უნდათ ქართველებს. ჩვენ უნდა უთხრათ რუსებს, ჩვენ რა გვინდა რუსებისგან და მე მგონი ჩვენ წელემოგზაურებული სურვილები გვაქვს, რომ თავი დაანებონ ჩვენს ტერიტორიაზე ტანკებით შეერნობა, ხო სწორია. მე ახლა არ ამბობ ამას გამაღიზიანებლად, უბრალოდ რუსების გამაღიზიანებლად, რომ ჩვენი პროგრამა მინიმუმი ეს არის, ხო? მაქსიმუმი სურვილების გვაქვს კიდევ, მაგრამ მინიმუმი ეს არის, ხო? შესაბამისად ჩვენ უნდა მოვისმინოთ რუსებს რა სურთ. გარწმუნებთ ძალიან ბევრი სამართლიანი მოთხოვნა შეიძლება რუსებსაც, რუს ხალხსაც ჰქონდეს ჩვენთან, მათ შორის სამხრეთ საზღვრებზე მათი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს დღეს არ იცავს არ წარმოადგენს ისეთ ქვეყანას, რომლის საშუალებითაც მისი რუსეთის სამხრეთ საზღვარი იქნებოდა დაცული და პირიქით რუსეთის სამხრეთ საზღვარიზე დესტაბილიზაციაში ხშირად ჩვენ გვდევს ბრალს. და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს ვთქვათ უსაბუძვლო არ იყოს, ნებსი თუ უნებლიეთ, არა? ამიტომ მე ახლა ეს ისეთი თემებია, რომელზეც ხმამაღლა და ეკრანიდან რეკომენდაციები და რეცეპტები არ იწერება. ამას სჭირდება დაჯდომა და ლაპარაკი. ეს ისეთ თემას გავს, აი ექიმა რო შეხედოს პაციენტს და დიაგნოზი დასვას. არა, ექიმი უნდა მივიდეს, უნდა გასინჯოს, პულსს უნდა მოусმინოს, უნდა დაასკვნას რა სჭირდება პაციენტს, იმისაც ეს ანუ ამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, რომ ეს ავადმყოფი ურთიერთობა, ანუ ცუდი ურთიერთობა გამოსწორდეს და გახდეს კარგი ღირსეული ერთმურწმუნე ერთთან ურთიერთობის. არც ერთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენ არ გვჭირდება და რუსებს არ ჭირდებათ, ისე როგორც ერთმანეთთან გვჭირდება ჩვენ და რუსებს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა რუსეთისთვისაც, საქართველოსთან კეთილმეზობლობას და საქართველოსთვისაც რუსეთთან კეთილმეზობლობას. რა თქმა უნდა, ყველა სხვა მეზობელთანაც, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას აქვს რუსეთთან ურთიერთობაში. ბატონჯანი, მერაბიშვილთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა არის დაინტერესებული. თქვენ როგორც ადეიშვილზე ფლობთ რაიმე ინფორმაციას, მერაბიშვილზეც ხომ არ ფლობთ რაიმე ინფორმაციას და რამდენად საფუძვლიანია თქვენი აზრით პროკურატურის დაინტერესება? მერაბიშვილთან დაკავშირებით ყველა ჩვენ მთელ საზოგადოებას აქვს ერთნიშნულოვანი ინფორმაცია, რომ ის მონაწილეობდა მაგალითად გირგვლიანის მკვლელების ფარველობაში. და მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. სანდრო გირგვლიანი იყო მოკლული პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ წამებით, მისი სხეული იპოვეს თოლში გაყინული, დაჩეხილი და ნახევრად შიშველი წელზევით, ანუ სასტიკი წამებით იქნა მოკლული და ამ ადამიანთან ფარველობა ვანო მერაბიშვილისთვის არის მძიმე კრიმინოგენული დანაშაული. თუმცა ჩვენთვის სხვა დანაშაულებანიც ასევე 26 მაისი, 7 ნოემბერი და ასე შემდეგ. ბრძანების გამცემი პასუხს აგებს უფრო მეტად, ვიდრე ამ ბრძანების შემსრულებელი, თუმცა შემსრულებელიც რა თქმა უნდა ბრძანებას აგებს. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ როგორც ახალაიაზე დაიწყო საქმე, ცოტა ერთი შეხედვით რაღაცა მსუბუქ დანაშაულში თითქოს ხილებით, რომ დაინსტარი ვიღაცას თავში ჩაარტყა და გაგზელდა უფრო მძიმე დანაშაულობებით, ასევე იქნება ვანო მერაბიშვილზეც. ალ კაპონე, რომელსაც 240 მკვლელობაში მძიმე მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, დააპატიმრეს გადასახადების გადაუხდელობის გამო, შავ ბუღალტერია აღმოუჩინეს, მაგრამ მერე ყველა ეს საქმე იქნა გამოძიებული და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ასე რომ ჩვენ ამას როგორ? ხო, ეხლა მე ხო პროკურორი არ ვარ, მაგრამ მე როგორც პოლიტიკოსი ვლაპარაკობ იმ დანაშაულებათა შესახებ, რაც ჩემთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია და ჩემთვის ეხლა ამას ეჭვები არ აქვს. მის მფარველობას გირგვლიანის მკვლელებისთვის მე მონაწილე ვიყავი ამ ბრძოლის და მხედავდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, როცა ის მინისტრი იყო, აშკარად ჩარევას ამ საქმეებში, მაგალითად სასამართლო სისტემაში და ასე შემდეგ. სასამართლოს სხდომებზე ვესწრებოდი მე მაშინ და როგორ შემოდიოდნენ კუდის თანამშრომლები და გაყავდათ უსამართლეები და ტელეფონებზე იყო ლაპარაკი, ამის თვით მომსწრე ჩვენ იქ ვიყავით, ამიტომ ანუ ამას ვერ გაიქცევა მისთვის სამწუხაროდ. მადლობა ყველას. ხო გენაცვალე, კი ბატონო. რომელ არჩევნებში? აუცილებლად კი საპრეზიდენტოზე ჩვენ ასე იგი გვაქვს კონსულტაციები სხვადასხვა პარტიებთან ქონდა უბრალოდ ეხლა შეწყვეტილია, მაგრამ მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ. რა ფორმით არის რომელ კანდიდატურაზე იქნება შეჯერება, ამას ვერ გეტყვით. შვალედურებზე განიხილება ლაპარაკი არის, ყველაფერზე მიდის ლაპარაკი. ნახოთ რა მოცემულობა იქნება, როცა კონკრეტულად არჩევნები მოახლოვდება. ჩვენ შვალედურმა არჩევნებმა როგორც ჩანს, უნდა გამოიწვიოს გაზაფხულისკენ. როგორი მოცემულობა იქნება პოლიტიკური, როგორი იქნება ჩვენი რესურსები, პოლიტიკური ძალის რეიტინგები როგორი იქნება, ამაზე არ დამოკიდებული. ჩვენ ახლა აქცენტი გვაქვს გაკეთებული, შევხედავთ შვალედურსაც, ვიფიქრებთ ამაზეც, მაგრამ ჩვენ ხა ველოდები საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სადაც ქართული დასი ძალიან აქტიური იქნება, ნახოთ როგორები იქნება ჩვენი მოკავშირეები და გვეყოლება თუ არა საერთოდ მოკავშირეები. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მე მინდა ხაზი გაუსვა და რაც ჩემის აზრით ძალიან აგვიანებს, ეს არის ცვლილებები პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში და საარჩევნო კოდექსში. ის დრაკონული ცვლილებები, რომელსაც პრაქტიკულად გადაჭრა ყველა გზა პოლიტიკური პარტიებისთვის ლეგალური გზით დაფინანსების მოპოვების, რომელსაც თვითონ ოცნებაც გახდა ამის მსხვერპლი არაერთ გზის და რა ვიცი, მგონი 200 მილიონამდე ავიდა მათი ჯარიმები, ეს კანონები სასწრაფოდ უნდა იქნეს გაუქმებული. იმისას, რომ ჩვენ პარტიებს მოგვეცეს ლეგალური გზით არსებობის საშუალება. დღეს პარტიები არის როგორ? დღეს პარტიები არსებობენ არალეგალურად, მინდა გითხრათ. დღეს ყველა პარტია არსებობს არალეგალურად. ეხლა ეს შემოწირულობებს, ეს გზები, რომ რაღაცა ბიზაშვილმა, მამიდაშვილმა რაღაცა ფული შემოსწირეს, ეს არ არის სწორი გზები. ჯერ უნდა აღდგეს უფლება, რომ იურიდიულმა პირმა განახორციელოს, ქართულმა იურიდიულმა პირმა განახორციელოს შემოწირულობა და მე ეს შეზღუდვები, რაც არის, დრაკონული შეზღუდვები დაწესებული, ეს უნდა აიგზავნოს. თქვენ დააკვირდით, თუ გნებავთ ეხლა პარტიების ანგარიშს, პარტიების ანგარიშს ფული აღარ მოძრაობს.
ამიტომ ჩვენ ხო ახლა რატომ არ მოძრაობს? იმიტომ რომ ეს არის რაღაცა არანორმალური მდგომარეობა. ეხლა ეს მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოსწორებული და პირველი რაც იქნება ტესტი, საით მიყავს ახალ მთავრობას სახელმწიფო. დემოკრატიული გზით თუ ვინ არჩინებს ისევ ძველ ავტორიტარიზმს, იქნება დამოკიდებული ორ მდგენელზე. ეს არის ორ მთავარ რეფორმაზე, სასამართლო რეფორმა და პოლიტიკური სისტემის რეფორმირება. ანუ ჩვენ გვჭირდება თავისუფალი სასამართლო სისტემა და თავისუფალი პოლიტიკური სისტემა. აი პოლიტიკური სისტემის გათავისუფლებისკენ გზა არის სწორედ აი ამ ორი კანონში ცვლილების შეტანის და მეორე პარტიებისათვის დაფინანსების და ასევე მედიაში პოზიციონირების იქ არის მთელი საერთოდ ეს კანონი თავიდან გადასაწყვეტი გახდა. ძალიან ბევრი საკითხები არის. დაფინანსების წესების აკრძალვები, რაც არის მაგალითად იურიდიულ პირს რო ეკრძალება დაფინანსება, მაგალითად ის შეზღუდვები და მე საჯარიმო სისტემა რაღაც არანორმალური არაადეკვატური საჯარიმო სისტემა, რომელიც ჯერ 20 ჯერ ბევრი იყო, მე ახლა 10 ჯერ ბევრია და ნუ თან დაჯარიმებული არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ ახლა არ ვიცი რატომ უნდა ჯარიმდებოდეს პირი იმის გამო რომ 500 ლარი შესწირა პარტიას. ისიც რა მე არ მინდა რომ აქცენტი გაკეთდეს მარტო ამაზე. მე ახლა ეს მახსენდება რომ გითხრათ იმ ხარვეზებში რაც არის და ჯარიმების სისტემა. ზოგადად პარტიებს უნდა მიეცეთ საშუალება რომ მათთვის დაფინანსების წყაროები იყოს ხელმისაწვდომი. ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ხელისუფლება უნდა მოაწესრიგოს პარტიათა დაფინანსების საკითხი. თუ პარტიათა დაფინანსების საკითხი არ იქნება მოწესრიგებული, პარტიები ან თვით ლიკვიდაციის გზაზე უნდა წავიდნენ და ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება კვლავ კონკურენტის და კვლავ მაკონტროლებელი პოლიტიკური ძალის, ანუ ალტერნატივის გარეშე რჩება, რამაც გახადა ნაცმოძრაობა, რამაც აქცია ნაცმოძრაობა გველეშაპად, ან პარტიებმა უნდა აიღონ აქცენტი არალეგალური გზით დაფინანსების მოპოვებაზე, რაც ჩემი აზრით არის ძალიან ცუდი და რაც ასევე პარტიებს არ მისცემს განვითარების საშუალებას და მუდმივად იქნებიან ხელისუფლების დარტყმისა და რეპრესიების ქვეშ. და ან კიდევ ჩვენ ვიქნებით მომსვლელ ჟირინოვსკის კაბინეტში, ქვია მომლოდინე პოლიტიკოსების, რაც ჩემი აზრით ფულის გამო მომლოდინე პოლიტიკოსების, თორე შეიძლება შეხვდე ნებისმიერ ადამიანს თუ კი რაიმე შესაქმე გინდა გააკეთო. ხა ჟირინოვსკი საქმის გამკეთებელი არა, ჩვენ ხო ყველამ ერთად კარგად ვიცი ჟირინოვსკის ფუნქცია არის ის, რაც ჩვენთანაც არის ასეთი პოლიტიკოსები, ხო, გამოვიდეს, შეურაცხყოფა მიაყენოს ვიღაცას, ანუ ესე იგი რაღაცა ასეთი როგორ ოდიოზური განცხადებები გააკეთოს და ასე შემდეგ. საკითხები წყდება სხვაგან. საკითხები დღეს წყდება რუსეთში კრემლში და თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებს პირველ რიგში ხელისუფლება სჭირდება კრემლთან და კრემლის მესვეურებთან დალაგება ურთიერთობების და მე იმედი მაქვს რომ ეს ურთიერთობები იქნება დალაგებული.